თვალს ვავლებ თქვენს კომენტარებს და თქვენ ვერც წარმოიდგენთ, როგორი მაგარი შეგრძნება. პირველ რიგში ის რომ ამ ხელა სიყვარული სრულიად უცხო ადამიანებისგან საერთოდ რომ არ გიცნობენ და თითქოს აი ესე ნაცვლად უყურებენ შენს გულს ისეთ კომენტარებს წერენ. აი საერთოდ რომ რენტგენზე რო გაგატარებენ და ზუსტად დიაგნოზს ვამენ. ხო, ზუსტად ესეთი შემთხვევა. ზუსტად ისე მახასიათებთ როგორადაც ვარ აი შინაგანად. და ყველაზე მეტად ეგ მიხარია და ხვდები რომ ჩემი სათქმელი თქვენამდე მოვიტანე. ძალიან ვამაყობ თქვენით და ძალიან მაბედნიერებს ის ფაქტი რომ მთელ სოციალურ ქსელში ძალიან დიდ პოზიტივს ვატრიალებთ ყოველთვის. მიუხედავად იმისა რომ ხანდახან შეიძლება საერთოდ არ ვიყოთ განწყობაზე, ხასიათზე, მაგრამ მაინც ვცდილობთ რომ აი ეს მუხტი არ ჩავკლათ და ვფიქრობ მხოლოდ ესეთი აზროვნება და ესეთი განწყობა გადაგვარჩენს, როდესაც სხვისი ღიმილის მიზეზი ხარ. და როდესაც ცდილობ რომ ადამიანი გააღიმო, ადამიანს ბედნიერი წუთი აჩუქო და ამ ბედნიერი წუთებით შენ მიიღო უდიდესი სიამოვნება, სულის საზრდო, ესე რომ ვთქვათ. მე მართლა ვთვლი რომ ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი და რო არა ეს ყველაფერი, ჩემი ცხოვრება იქნებოდა სულ სხვაგვარი. შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო საინტერესო. ვერ ვიპოვნიდი ჩემს თავს, ესე რომ ვთქვათ და მე ამ ყველაფერში ჩემი თავი ვიპოვე. აი ეს შინაგანად რაც მქონდა ყოველთვის ესეთი შეგრძნება რომ ნებისმიერ ადამიანთან მინდოდა ახლოს მისვლა, აი თუ შევხედავდი რომ რაღაცას გრძნობდა ან მოწყენილი იყო ან რაღაცა მივსულიყავი მეთქვა, მეკითხა, ხო ხარ კარგად, რამე ხარ გჭირდება, აქა ვართ, ნუ გეშინიათ. ყოველთვის მქონდა ესეთი შეგრძნებები ხოლმე, ძალიან ადრეული ასაკიდანაც, რომ როდესაც ადამიანს შევხედავდი, მაგრამ ყოყმანებდი მივსულიყავი თუ არა. მაგრამ დღეს უკვე თამამად შემიძლია საერთოდ უცხო ადამიანთანაც, როდესაც შევხედავ რომ ადამიანი ან ხასიათზე არ არის, ან უბრალოდ რომ შევხედავ გრძნობ, რომ მას უბრალოდ ორი სიტყვაც ახლოს მისვლაც კი ძალიან დაეხმარება. რომ უთხრა რომ ხომ ხარ კარგად. აქა ვართ ხალხნო, ჩვენ ერთმანეთის სიყვარულით ძალიან ბევრი რაღაც გაკეთება შეგვიძლია და ხო, არასდროს თქვენი თავი არ დაკარგოთ. ყოველთვის რაც გაქვთ შინაგანაც ეს სურვილები, ყოველთვის მიეცით აი ამ თქვენს სურვილებს ფრთების შესხმის უფლება. რომ როდესაც ყველაფერს ჩაკეტავთ, საერთოდ შეიცვლებით და მიჯერეთ და იყავით ის, ვინც ხართ რეალურად. ზოგი ისეთია, ზოგი ასეთია, ზოგი ტაშფანდურა